რამდენიმე ხის წინ ჩამოვიდი, დაბრუნდი საქართველოში და ეგრევე მქონდა ერთი თარჯმნობის სამსახური. ანუ იაპონიის საქართველოში იყო ერთი განათლების სიმპოზიუმი, საერთაშორისო სიმპოზიუმი და მანდ ვიყავი თარჯმანი. და იცით როგორ არის იაპონური ენისა და ქართული ენის სტრუქტურა განსხვავებებია, მორფოსინტაქსურად სტრუქტურად განსხვავებებია, ამიტომ ორივე ენის თარჯმანება ძალიან რთულია. ქართული ენისა და იაპონური ენის შორის არ არის ესეთი თარჯმნობის მეთოდები ჩამოყალიბებული, ხო და რთულია. აი, მაგალითად ეს არის note taking-ის რუბერი, რომელსაც მე ვიყენებ თარჯმნობის დროს, სულ რაღაც იცი როგორი ჩავიწერ იმ მომენტში სიტყვების ფრაზებს, მოკლე ხნით იმის რომ გამიმასებრო და გადავთარგმნო. ეს არის ჯერჯერობით ესეც ჩემი თარჯმნობის ხერხი. თარჯმნობა, რა თქმა უნდა, მინიშნებიანია, მაგრამ რთული. და ჩემი, ბევრი მიზანი მაქვს დასასრულებელი, მაგრამ ერთი არის ის, რომ მინდა შევქმნა ნიმუშად შევქმნა იაპონური ენისა და ქართული ენის თარჯმნობის მეთოდოლოგია. რა თქმა უნდა, ბევრი თანხმობა უნდა გავიარო ამისთვის, მაგრამ ერთი ეს მინდა გავაკეთო მომავალში.